რაჭაში გაიმართა ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი მწიგნობარი. პროექტი ამბროლაურის კულტურის ცენტრის ორგანიზებით შედგა. უფრო მეც მოგყვება ჩვენი სტუდიის სტუმარი ბაჩანა ბრეგვაძის შვილი ქალბატონი ანი ბრეგვაძე. დილამშვიდობის ქალბატონი, მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისთვის. მეც მადლობა მოწვევისთვის. როგორც აღნიშნეთ, 24 ოქტომბერს გაიმართა სწორედ ამ კონკურსის ფესტივალის ამ პროექტის წარდგინება, ასე ვთქვათ, და გახსნა. როგორც ვიცით, 21 წელია, რაც ეს პროექტი ხორციელდება, თუმცა 2017 წლიდან უკვე ბატონი ბაჩანას სახელობითი არის, ასე ვთქვათ, და მის სახელს ატარებს. ვისაუბროთ თავდაპირველად ამ კონკურსის შესახებ, თუ როგორ ტარდება, ვისთვის არის განკუთვნილი და შემდგომ უკვე, რა თქმა უნდა, აუცილებლად ბატონი ბაჩანას შესახებაც უნდა ვისაუბროთ. ცით რა ეს კონკურსი მე არ მელოდი ასეთი მოვლენა თუ იქნება და აი ჩემ პატარა რეგიონში რაჭაში და ძალიან დიდი სურვილი ოცნება არის ყველა რეგიონში წავიდეს და თუ თბილისში ჩამოვახუნთლათ უკეთესი ეს თვითონ ორგანიზატორის და იდეის ავტორის ოცნებაც არის ეს არის ბატონი გურამ გორდეზიანი 21 წელია ეს კონკურსი ტარდება ბავშვებისათვის. გურამა შექმნა ეს პროდუქტი ბავშვებისთვის და ძალიან წარმატებული პროდუქტია. ხოლო 2000 მანამდე ერქვა წამს მომავალი სახელმწინარი ამ პროექტს და უკვე მწიგნობარი დაერქვა მამას გარდაცვალების შემდეგ, ერთი წლის შემდეგ დამიკავშირდა ბატონი გურამ გორდეზიანი მუნიციპალიტეტის სახელით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის და მთხოვეს ნებართვა, რომ ამ კონკურსისთვის ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭებინა და როგორც კი ამიხსნა რაში იყო საქმე და იმ წუთში ხვდები რომ რა კარგი საქმეა და რა თქმა უნდა დავთანხმდი სიხარულით, იმიტომ რომ თვითონ ბატონი გურამი ამბობს რომ ბაჩანას სახელს ჩააბა ეს პროექტი როგორც ყინულმჭრელ გემს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ბაჩანა ჩააბა მომავალ თაობას ამ პროექტით გურამმა, იმიტომ რომ რაჭაში დღეს ყველა მიცის ბაჩანა ბრეგვაძის სახელი, ყველა ბავშვმა და იციან ის რომ რასაც დღეს ვერ შეწუდებიან იმას მომავალში წაიკითხავენ, იმიტომ რომ ხა ეს ისეთ ლიტერატურა არ არის ბაჩანა რომ ბავშვებმა სასკოლო ასაკში იკითხონ. მაგრამ იციან რომ ამას შეწუდებენ და მე ვიცი რომ ისინი ამას დაძლევენ მშვენივრად, იმიტომ რომ ისეთი გავარჯიშებული აქვთ უკვე გონება მოგიხსენებათ, ფიზიკური ვარჯიშის ტოლფასია გონებისთვის კითხვა და ეს ბავშვები არიან ნაკითხები, ამიტომ ჯერა რომ ძალიან კარგად გამოადგებიან მომავალში სამშობლოს და უკვე ადგებიან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წარმატებული ბავშვია. რაჭა დაცლისპირა რეგიონი არის, ძალიან ცოტა კონტინგენტი ყავს უკვე ორი სკოლა ამბროლაურის ფაქტიურად აუდის სრულ კონტინგენტს ბავშვებისას, რაღაც კანტიკუნტად არიან სოფლებში. მაგრამ მონაწილეთა უამრავი სკოლა დაკეტილია სოფლების საერთოდ თუ სკოლოთ არიან და ერთი-ორი სკოლა სოფელი თუ არა, რომელსაც ეს ფუფუნება აგრასაც სკოლა ქვია და ამ ფონზე 192 ბავშვი რო დარეგისტრირდება წლის განმავლობაში ძალიან დიდი მაჩვენებელია პროცენტულად და ძალიან გასახარია, იმიტომ რომ დღესდღეობით თან ცოტა გასაოცარი რაღაცა სხვა მადლი მოყვება ამ პროექტს, იმიტომ რომ ცოტა გასაოცარია ბავშვების ესეთია ერთსულოვანი ჩართულობა წიგნის კითხვის პროცესში. დღევანდელ პერიოდში ხა ვერ ვიტყვი რომ მათ გაჯეტები არ აქვთ და არ აქვთ ეს ინტერნეტთან თვითონ ხო პირიქით ყველა ისინი ჩვეულებრივი ბავშვები არიან, როგორც თბილისში, სულ ჩართულები არიან ამ იმაში, ტელეფონებში აქვს ცხრები ჩაყოფილი, მაგრამ აი რაღაცა ის არსებობს, არ ვიცი რა ტრიალებს იქ რომ ბავშვები ესე სინათლეს რო ეხვევიან პეპლები ესე არიან ამ წიგნის კითხვასთან და ამ კონკურსთან. არის რომ ამ კონკურსმა უფრო ფართო მასშტაბები შეიძინოს, ასე ვთქვათ და საქართველოს მოიცვას. ეს ცოტა ალბათ რაჭაში ვართ, მაინც და დროში იწელება ნელა მიდის ეს პროცესი, თუმცა უკვე შედეგები 21 წლის განმავლობაში შედეგები აჩვენებს რომ ეს ბავშვები იმდენი წარმატებული ბავშვი ამ კონკურსიდან გამოსული რომ თავისთავად ეს უკვე მტკიცებულება იმის რომ ეს პროექტი ძალიან სასარგებლოა. ეხლა რა ხდება ამ პროექტს ცოტა პატარაზე რომ ავხსნათ. მეც დამსწრე სტატუსით ვარ ხოლმე, მხოლოდ იქ და სტუმრის სტატუსით, ამიტომ შიგნით ეს ფუსფუსი ორი მტრიალი მე არ მეხება, მაგრამ გაზაფხულიდან ბავშვებს ეძლევათ ლიტერატურას. არის 11 ნომინაცია, სხვადასხვა ნომინაციები ლიტერატურული და ამ ნომინაციების და მიხედვით დანაწილებული რჩეული ლიტერატურა ეძლევათ ბავშვებს საკითხავთ, ისინი კითხულობდნენ, შემდეგ ამ 3 დღის განმავლობაში, რასაც უკვე კონკურსის პრაქტიკული ნაწილი მოიცავს, ხდება ტესტირება და ამ ტესტების მიხედვით ბავშვები გავლენენ თავიანთი ამ ლიტერატურის ცოდნას.
ეს არის პოეზია, პუბლიცისტიკა, ხატრული პროზა, ფილოსოფიური ლიტერატურა, ყველაფერს მოიცავს და დაემატა ამას სახელის მინიჭების შემდეგ ნომინაცია ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანები და ხანდახან ვეუბნები ხალხურ ასერჩი და ბავშვების ესეთი რთული რაღაცებია ხოლმე ჩადებული, მაგრამ ძლევენ ძალიან კარგად. აი რო შედიხარ ეს ტარდება ხოლმე ძირითადად ხანდახან კულტურის ცენტრში იყო, ხანსად იყო, მაგრამ ნუ ძირითადად მაინც ამროლაურის ბიბლიოთეკაში ტარდება ხოლმე და აი რო შევდივარ ხოლმე, რო ჩავდივარ პირველი იქ შევდივარ პირდაპირ და ეს ბავშვები ისეთი ბედნიერები არიან, რომ დამინახა ის ცუხარიათ ვიღაცა მოვიდა, აი სიხარულით სავსე და მე ეს დაჯილდოების ცერემონიალი ხო საერთოდ ისეთი სიხარულია, რომ აი არ ვიცი, ძალიან სხვა სული ტრიალებს და ძალიან დიდი სულიერება ტრიალებს მართლა. წლის განმავლობაში ამ გამარჯვებული სტიპენდიით კი, აი ამაზეც ვისაუბრებ, იცით რა არის, ძალიან კარგია, რომ მე საერთოდ არ მიყვარს სამთავრობო სტრუქტურების ქებადიდება, ისინი თავის საქმეს უნდა ასრულებენ, ეს მათი საქმე არის, მაგრამ მუნიციპალიტეტი ყოველ წელს მონაწილეობს აი ამ კონკურსში. კულტურულ პროექტებში და მით უმეტეს რაც საბავშვო თემას ეხება, ხშირად ხშირი არ არის აი მათი ჩართულობა და ჩაბმულობა ხოლმე და მუნიციპალიტეტი ყოველთვის ესწრება და ყოველთვის ესწრება თვითონ მერი. აი წელსაც ახლა და ახალ არჩეული მერი გავიცანებდა ბატონი ზაზა და ისეთი აი თამდაბალი კაცი იყო ეს კუთხეში იდგა და უყურებდა გაფართოებული თვალები და ისეთი სიხარული აიღო და აკრიფა ამ ბავშვებისგან, მგონი ეს ბავშვები მას დაულოცავენ გზას, რომ ბევრი კეთილი საქმე გააკეთა. მუნიციპალიტეტი ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს ამ კონკურსს, ასევე ადგილობრივი ბიზნესი უჭერს ძალიან მეღვინეები, ფერმერები, სულ ჩართულებიან ეს ასპონსორებენ და ძალიან კარგად უდგან მხარში. არის ვინც ამ კონკურსს წიგნებით ამარაგებს, არის მთიელი წიგნები, ესეთი საზოგადოება, ისინი ძალიან ეხმარებიან. ნუ რა თქმა უნდა, ეროვნული ბიბლიოთეკა თბილისიდან და იქაური ამრელაურის ბიბლიოთეკა არის მთავარი ღერძი, სადაც ხდება ამ ყველაფრის მოხარშვა და მომზადება და ძალიან მიხარია, რომ წელს უკვე ჩაერთო ნიკორწმინდის ეპარქია და მანაც დააწესა თავისი პრიზი ამ კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთ ნომინაციაში და წელს დაჯილდოვდა ყველაზე პატარა მონაწილე, მეხუთე კლასელი ბავშვი იყო თუ არ ვცდები და ძალიან დიდი სიხარულია და აი რახან ეკლესიაში ჩაერთო უკვე ძალიან იმედი მაქვს, რომ იმთხილა მადლს მოისხავს ეს პროექტი, რომ გაფრინდება თავის დიდი მოსასხამებით მთელ საქართველოში. დაახლოებით თქვენ მიზანთან დაკავშირებით უკვე ნაწილ-ნაწილ ისაუბრეთ, თუმცა მაინც მინდა გკითხოთ საერთო ჯამში რა შესაძლებლობას იძლევა ეს კონკურსი, არა მარტო მოსწავლეებში, ეს ზრდასრული ადამიანებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა ალბათ ხომ, რამდენიმე დღე გაატარონ კონკურსის ფარგლებში ახალგაზრდებთან ერთად. ძალიან დიდ სიხარულს მიიღებენ. მე რო ჩავდივარ, იქიდან ჩამოვდივარ, რაღაცა ახალ წლამდე ძალიან კარგად მიმყვება ამ რუტინაში, რომ ჩავემები ხოლმე თბილ ეს ახალი წლის დღესასწაული ხო ანათებს სამთარს და მე მინათებს აი ეს პროექტი, იმიტომ რომ იმდენად გულწრფელი და ალალი სიხარულია ბავშვებს რაც შეეხება, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად კითხულობენ და ძალიან უხარიათ, როცა უფასდებათ. და თან პატარა რეგიონი ყველა ერთმანეთს იცნობს და ეცეთ გულდაწყვეტილი არავინ არ რჩება, იმიტომ რომ ყველა გამარჯვებულის გამარჯვება საკუთარივით უხარია, დიდსაც და პატარასაც, როგორც საკუთარი შვილის, ყველას იცნობს და აი რეგიონული მასშტაბით თუ ესე გავრცელდება, მე თბილისშიც შემოვა, იმიტომ რომ რეგიონში უფრო ადვილია აი ეს ამხელა მუხტის გაღვივება და აგორება და ერთმანეთის გულშემატკივრები არიან ძალიან, ხო და ამიტომ რა ვიცი, ნაკითხი ბავშვები არიან, ნაკითხი და გავარჯიშებული გონება აქვს მათთვის უკვე არანაირი ლიტერატურა აღარ წარმოადგენს სირთულეს, რომ დაძლიონ და ეს ეტყობათ სწავლის ხარისხზეც, ურთიერთობას, კომუნიკაციის უნარზე, ყველაფერს უმაღლებს. ნუ განვითარებული ბავშვები არიან ძალიან და ამაზე დიდი სარგებლობა რა უნდა მოიტანოს. თან იცით რა არის კიდე ეს პროექტი რას აკეთებს კარგად დღესდღეობით იმდენი ლიტერატურაა უკვე ხა ჩემ ბავშვობაში პირიქით რაღაცა ძალიან ცოტა იყო და ქართულად თარგმნილი ლიტერატურა და ეხლა პირიქით იმდენია რომ უკვე ძალიან რთულია გზის გაკვლევა ამ ლიტერატურის სიუხვეში რომელი გამოარჩიო და რომელი არის რეალურად ღირებული და შენთვის სასარგებლო და 1000 ნაყარ-ნუყარი ლიტერატურაც არის და ხა რო წაიკითხავ დროს დახარჯავ და მე მიხვდები ცოტა ეს არის დრო და გენანება და ეს საქართველოს
ეროვნული ბიბლიოთეკა და ამბროლაურის ბიბლიოთეკა ისეთი ქალბატონები არიან იქ, რომ აი რუდუნებით, აი რაღაც სიყვარულით სულ ესეც დიდი საქმეა, რომ გზას უკლევენ, რა წაიკითხო. მათ მიეცემათ ამ ნომინაციების ფარგლებში მხოლოდ რჩეული ლიტერატურა, რაც მართლა ღირებულია და მართლა სასარგებლოა და რაღაცა აი ამ მხრივ ეს ფუფუნება აქვთ ბავშვებს, რომ თვითონ არ არჩიონ, აბა რა წავიკითხო. მათ ამას უკვე ეს უზარმაზარი ლიტერატურაა, მაგრამ მაინც უფრო ღირებული და ხარისხიანია, რაღაც ხდება გადარჩევა ლიტერატურის. ქალბატონო, ბუნებრივია ისევ ვერ გაგიშვებთ სტუდიიდან. ვიცით რომ რთულია მამაზე საუბარი თქვენთვის და ემოციური, თუმცა მაინც უნდა გკითხოთ და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ეს უდიდესი პიროვნება ჩვენს საზოგადოებას. ჩვენ თან გვაქვს ბატონი ბაჩანას ხელნაწერი, რომელიც 2014 წლით თარიღდება და მინდა გავაცნო უწმინდესის შესახებ წერს ბატონი ბაჩანა და წავიკითხავ. მე მითარგმნია და დამიწერია არაერთი და ორი წიგნი, მაგრამ სულ სხვა იყო ის, რისი თარგმნაც მე დამავალა ჩვენმა დიდმა პატრიარქმა. ეს იყო ახალი აღთქმა. ორი გრძნობა ებრძოდა ერთმანეთს, სიხარული და შიში. დიდ ათონელთა შემდეგ მე უნდა მეთარგმნა დიადის აღმრთო წიგნი. მაგრამ პატრიარქი მენდოდა მე უფლება არ მქონდა უარი მეთქვა მისთვის. განზე გადავდე ყველა საქმე და მოწიწებით შევუდექი უმძიმეს შრომას. თავაუღებელმა შრომამ თავისი შედეგი გამოიღო. ერთ წელიწადში დიადი წიგნის თარგმნა დასრულდა და დღემდე რამდენჯერმეც გამოიცა. მოწიწებით ვიხდი მადლობას ბაჩანა ბრეგვაძე 14 თებერვალი 2014 წელი. ეს არის უნიკალური საგანძური ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, ბატონი ბაჩანას ხელნაწერი, მისი დამოკიდებულება უწმინდესის მიმართ და რომ გავიხსენოთ და შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, როგორი იყო მისი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, უწმინდესის მიმართ ჩვენ აი ამ სიტყვებით დასტურად გამოვიყენეთ ეს სიტყვები, ასე ვთქვათ, კარგი გაგებით, რა თქმა უნდა. უწმინდესი იყო მამასთვის პირველ რიგში დამთებული სანთელი და ხშირად არ აწუხებდა, იმიტომ რომ უწმინდესი იმხელა ტვერთი აქვს და იმხელა ქვეყანა აწევს სალოცავად, წამოკიდებული აქვს ზურგზე, რომ ხშირად არ აწუხებდა, მაგრამ თვითონ პატრიარქს ახსენდებოდა ხშირად და მის მზრუნველობას და მის ყურადღებას და სითბოს და სიყვარულს ყოველთვის გრძნობდა მამა და ამით ძალიან ბედნიერი იყო და პატრიარქის სიტყვა მისთვის იყო კანონი, რა თქმა უნდა და ძალიან ბედნიერი იყო პატრიარქის მხრიდან მზრუნველობით, იმიტომ რომ მართლა მამა იყო მისთვის და აი არ ვიცი. ბედნიერი ვარო ქონდათ ეს ურთიერთობა მას და ჩვენს უწმინდეს. აი ეს სიმდიდრე, რაც ხელნაწერის საშუალებით გვაქვს გადმოცემული ბაჩანა ბრეგვაძისგან, არის ნამდვილად უნიკალური საგანძური და ისტორია ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ ასევე ვიცით, დიდად არ უყვარდა ბატონ ბაჩანას ინტერვიუების მიცემა, ტელევიზიებში გამოჩენა. იცით რა არის, აი როგორი კაცი იყო, აი თვითონ ამას რო თარგმნიდა სახარებას ბერძნულიდან. სხვათა შორის იმდენად რაღაც თავდაბალი ადამიანი იყო, რომ რაღაცა რამდენიმე პასაჟი იპოვა ათონელების თარგმანში უზუსტობა და თვითონაც ასე დატოვა, იმიტომ რომ ვერ შეკადრა იმათ შესწორება და აი ასეთი პასაჟია მაგალითად თუ გნებავთ ვიტყვი, აი როგორც აკლემი ვერ გაეტევა ნემსის ყურჩი ჩვენთან დამკვიდრებული ეს არის ბერძნულად, ძველ ბერძნულად ეს რო წაიკითხო არის ბაგირი. ერთი მძიმე არის და შეიძლება ათონელებს არ ქონდათ ეს ხელნაწერი ამ სახარების, რომელშიც ეს ერთი თავზე რაღაც ეს ნიშანი იქნებოდა, რომელიც ბაგირსა და აკლემს სიტყვებს ერთნაირად იწერება, მაგრამ იმერთ რაღაცა მასო ნიშანშია განსხვავება და აი როგორც აკლემი და უფრო ალბათ უპრიანია ბაგირი ვერ გაეტევა ნემსის ყუნჩი ისე დიდარი ვერ შესასწრაფელში ხო და აი დატოვა ისევ აკლემი, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს უკვე ძალიან გათავისებული ფრაზაა და არ შეცვალა. არ შეცვალა, თუმცა ბაგირი უნდა იყოს და რა აკლემი. ხო და გარდა ამისა, ხო, რა ვიცი, აი ისევ კონკურსთან დაკავშირებით, ბავშვებთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ მამას ესეთი ჰქონდა თავისი დევიზი, ასე ვთქვათ, გამორიცხეთ ისტორიიდან კულტურა და მიიღებთ ზოოლოგიას და ყველაფერს აკეთებდა, რომ ზოოლოგიური საზოგადოება არ ქონდეს და ქონდეს ადამიანური საზოგადოება.
თავად შემოქმედი, ასე ვთქვათ, სიტყვათა არქიტექტორი ბატონი ბაჩანა, რომელიც არაერთი ენიდან თარგმნიდა, ხომ იცის ჩვენმა საზოგადოებამ ბერძნულიდან, ფრანგულიდან, იტალიურიდან, ასე შემდეგ, ხომ თავად რამდენად კრიტიკული იყო საკუთარი თავის მიმართ და სამუშაო პროცესი როგორი იყო მისთვის და ძალიან საინტერესო იქნება ასევე მოვისმინოთ თქვენგან ის რომ თქვენთან მიმართებაში, ოჯახის წევრებთან მიმართებაში როგორი იყო თქვათ ეს პროცესი, სამშობლო სიყვარული, ეს ყველაფერი თან სდევდა უბრალოდ მის თანაცხოვრებას და თუ იყო ის რომ თქვენ საუბრები გქონდათ ამასთან დაკავშირებით თუ რას წარმოადგენს სამშობლო, რას ნიშნავს პატრიოტიზმი, სარწმუნოება და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი როგორი იყო ეს პროცესი, როგორი იყო როგორც მამა, როგორც შემოქმედი, როგორც მწერალი, ფილოსოფოსი და ასე მთარგმნელი. ცელი სალაპარაკო თემაა, მაგრამ მამა იყო ოჯახში, აი რა ვიცი, ჩემთვის არის დღესაც ასოცირდება, რომ აი ეს ოთახი კარგია შევაღო და ზის და მუშაობს. აი, როდესაც სახარება, არამხოლოდ სახარებას თარგმნიდა და რაღაც წიგნით იყო შეპყრობილი, მისთვის არ არსებობდა სხვა არაფერი. აი, ძალიან თან კრიტიკული იყო, იმიტომ რომ ერთ ფრაზას შეიძლება 40-ჯერ, 60-ჯერ ეს პატარა ფურცლებზე წერდა და ძალიან ხშირად ასწორებდა და მე აი საბოლოო ვარიანტს რომ გამოიყვანდა. იმას ტოვებდა ძალიან სკრუპულოზურად უდგებოდა თარგმანის საქმეს, აქ იყო სიტყვა უნდა შეერჩია ზუსტად, აქ უნდა დაცულიყო მერე ზოგადად აი ერთ სიტყვას რომ ეს ფრაზას რომ დაწერ მე მთელი გვერდის კონტექსტს წაიკითხავდა რომ ის მუსიკალური დრამატურგია რაც ტექსტს აქვს სტილში ავტორის დედნის ენაზე ეს შენარჩუნებული ყოფილიყო იგივე პათოსი იგივე ემოცია აი გვერდს რო წაიკითხავ იგივე ემოცია უნდა დატოვოს მხატვრულ თარგმანში რაც დედანში რო წაიკითხავ ახლა დიდი მწერლები ახლა დონ კიხოტის სტილი არ უნდა შეუცვალოს ერვანტეს და ქართულად არ უნდა დაწერო ეს ძალიან რთული საქმეა იმის გადმოტანა იგივე სულისკვეთების გადმოტანა ნუ თარგმნილობის საქმის ოსტატი თუ ხარ ამას ახერხებდა ახლა რაღაც 5 წუთიანი თარგმანებიც არის მართალია და ისიც საჭიროა იმიტომ რომ ნუ იგებ შენ ენაზე ამაში ნამოკლეშინავს მაინც ხოგებულობ რაღაცისას მაგრამ მხატვრული თარგმანი სხვა რა მართიან მით უმეტეს ფილოსოფიური ლიტერატურის და პლატონის და პლოტინის ნუ არ ვიცი ძალიან რთულია ძალიან ამიტომ იმდენად იყო აი ჩაყვინთული თავის საქმეში რომ ხშირად 5-ჯერ 6-ჯერ უნდა დაგვეძახა რომ აი კიდე აი მართლა ამოეყვინთა და შემოეხედა და მე ფოკუსი გაესწორებინა რომ ჩვენ ვართ და აღიქვა რომ ველაპარაკებდი მე ისევ ჩაყვინთავდა ხოლმე და აი ყოფილა შემთხვევა რომ დედას და ჩემდას ქუჩაში შეხვდა მიესალმა და გაიარა იმიტომ რომ ქუჩაში სუ ფიქრობდა აი იყო შემთხვევა კი არა ხომ ჩემი ქორწილის დღეს ქორწილში არ წამოვიდა იმიტომ რომ მუშაობდა და ვერ დათმოის ეჩქარებოდა ეს საქმე ეძახდა და ახლა ქორწილში რაღაც არ უნდა და არც გავკვირები არც მწყენია და იმიტომ რომ ეგეთი იყო ჩემთვის ბუნებრივი ჩაულებრივი მოვლენა იყო რომ ესე კაცი ესე უნდა ყოფილიყო და გარდა ამისა რაც თქვენ თქვით სამშობლოს სიყვარულთან დაკავშირებით ჩვენ ცოტა ის ირიბი და ხასიათებასავით გვაქვს ეს იმიტომ რომ მამას ყავდა ძალიან ისეთი არც თუ ისე ვიწრო მაგრამ ძალიან აი პუბლიკას მოშორებული, ასე ვთქვათ, სამეგობრო, რომლებიც იკრიბებოდნენ, ღამის თევები იყო ჩვენთან, აი ერთ ბუტერბროდზე და ერთ ჭიქა ღვინოზე, მეტი არც იყო ხოლმე საშუალო უჭირდა, ყველას ძირთად არ ქონა, მაგრამ ისეთი ეს აი გულის წვეტა მაქვს, რომ არ იყო მაშინ ჩაწერის საშუალება, რომ ეს საღამოები, ეს ღამეები გადაგვეყო, იმიტომ რომ ეგ იყო არნახული სიღრმის საუბრები სამშობლოზე, მამულზე, საქართველოზე, ქართულ ენაზე და არ ვიცი, ძალიან გულდასაწყვეტია რომ არ შემორჩა ეს, იმიტომ რომ მე ღამებს ვათენებდი ფაქტურად ესე ჩუმად ვიდექი ხოლმე კართან და ვუსმენდი, იმდენად მომნუსხველი იყო ხა დაახლოებით შემიძლია რომ წარმოვიდგინოთ რა სიამოვნება. ისეთ აი ხა ვახუშტი კოტეტიშვილი თამაშ ჭხენკელი და მამა ერთად რო შეიკრიბოდნენ ხოლმე და იქ იმის მოსმენა, ну არ ვიცი ეს სკოლაზე და რა ვიცი უნივერსიტეტზე მეტია. და ბატონი რამაზ პატარიძე რომ მოვიდოდა და რაღაც პატარა აღმოჩენაზე რომ ეს დაღფრთოვანდებოდა და ერთმანეთს რო უზიარებდნენ და ეს უხაროდა და ბატონი სარიშვილი იყო კიდე ისე ძალიან ენთუზიასტი კაცი ბატონი გივი შახნაზარი არ ვიცი ძალიან კარგი ხალხი მოდიოდა ჩვენო ზვიად გამსახურდია ნიკო ჭავჭავაძეც მოდიოდნენ ხოლმე ადრე ჩემ ბავშვობაში ძალიან ღრმა ბავშვობაში
ყველა ის ვისაც ნამდვილად გულის შესტილა. აი ზურაბ კიკნაძესთან ჰქონდა ძალიან უცნაური ურთიერთობა, მოვიდოდნენ რაღაცა წინადადებას ეტყოდნენ რაღაცა თემაზე ერთმანეთს, მე ისხდნენ შეიძლება 3-4 საათი ჩუმად ხდარიყვნენ ამაზე ეფიქრათ და იმდენად ის მე ერთად მიდიოდნენ ეთყობან ფიქრის პროცესში, ამ დროში გაწელილ პროცესში, ერთად რაღაცას აღმოაჩინდნენ და ერთი იტყოდა, ხო და ესე, აბა ბიჭო, ესაკი და აი რაღაცა ერთად ამასთან ზურას არ უყვარდა სხვებთან ერთად მოსვლა. მარტო როცა იყვნენ ორნი, აი ეს ორის სიმარტოვე ესე დაარქვეს ამ პროცესს და ესე მოკლედ რაღაც კარგი ისინი მახსოვს. წარმატებები გინდა. მოგზაურობისთვის, საინტერესო საუბრისთვის, ამ ემოციების გაზიარებისთვის და წარმატებები რა თქმა უნდა ამ კონკურსს და ყველა მონაწილეს. წარმატება კონკურსს ძალიან სასარგებლო. მარტო მასშტაბს შეიძენს ჩვენც ვიმედოვნებთ და გაფართოვდება მისი არეალი. და იმედით რომ ალბათ იქნება ოდესმე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოგზაურობისთვის. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ ბაჩანა ბრეგვაძის შვილი, ქაბუტონი ანი ბრეგვაძე.